თქვენია ყოფნის მიზეზი რა საპროტესტო? ჩვენი თანამშრომელი ზაზა დავითაია აი ამ ნაძირლებმა ცემეს. გუშინ წინ საღამოს დახვდნენ გაზეთ დასავლთან შენობასთან ახლოს, რედაქციის შენობასთან ახლოს და ესე დაახლოებით მოღამებული იყო და რედაქციაში მოდიოდა კაცი, კათმირი გვეწყებოდა და დახვდა 12 კაცი და მარტო კაცი წემეს რა. აი მას ვაპროტესტებთ. აი აქ დამანაკებული ეს გველის წიწილები იყვნენ აქ. სააკაშვილის გველის წიწილები. კიდე რა გინდა მარიკა? აი იმას ვაპროტესტებთ, აქ ვარ თელი რედაქცია. აქ არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენი მკითხველები, ჩვენი მხარდამჭერები და ამას ვაპროტესტებთ ახლა. მეტი რა ვქნათ ახლა? ხალხს მოყვება უფრო რაღაც შედეგები და ამ ფორმით აუცილებლად მოყვება ამას. პოლიცია ვერ გააჩერებს ამ პროცესს, იმიტომ რომ აი ამათ ან უნდა დაიხურონ ხუთი და წაეთნენ ამ ქვეყნიდან, ან და გამოაცხადონ თვითლიკვიდაცია და სადაც არის მიშა წასული მიყვნენ უკან რა თავიანთ ბრიგადირს. ბატონო, აცხადებენ რომ თვითონ პროვოკაციები სწორედ ამოდასავალი ჟურნალისტიდან ესენი არიან სააკაშვილს და მის ხროვას საქართველოსთან გატანილი აქვს დაახლოებით 16 მილიარდი დოლარი. აი იმ ფულით ფინანსდებიან ესენი ეს გველის წიწილები რა. ეს არის ქართველი ხალხის ფული, მუზეუმებია გაძარცვული, ოქროს ფონდიდან რაღაცებია წაღებული, მულაჟები დევს. ისინი გაყიდეს ყველაფერი, საქართველოს ტერიტორიები გაყიდეს. პუტინის მონები ესენი არიან, ეს მათხოვრები, ახლა ამათზე მეტი მონები ვინ არიან? სინით მიართვა ტერიტორიების 20%. დღევანდელი დღის შემდეგ გეგმავთ თუ არა ამას? არა, ბატონო, გეგმავთ თუ არა ამას შემდეგში, ანუ დღევანდელი დღის შემდეგ? დღევანდელი დღის შემდეგ მარი რას უნდა ველოდებოდი ხა? ამათ ქართველი ხალხი გასცემს პასუხს რა. გასცემს ამათ ქართველი ხალხი პასუხს. ეს არის დასაწყისი და ნიშნობაა და ქორწილი იქნება რა აუცილებლად.